გელა კობალაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. ცვლილება 2017 წლის ბიუჯეტში. სამღვდელო საგანმანათლებლო ცენტრის ლიკვიდაცია. ამ და სხვა თემებზე იმჟელეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხტომაზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ნინო გოგუაძე შეასრულებს. საკრებულოს ხტომაზე საკრებულოს წევრები გაეცნო ცნობას საკრებულოს წევრის გელა კობალაძის სტატუსის შეჩერების თაობაზე. მას მხოლოდ და მხოლოდ შეუჩერდა წევრის უფლებამოსილება. შემდეგი საკითხი ეს გახდათ რეგიონალური ფონდიდან გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტისათვის. 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1,759,500 ლარი გამოეყო. ცვლილება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რეაბილიტაციას და მოვლა შენახვას შეეხება, რისთვისაც 388,093 ლარია გამოყოფილი. 1,370,417 ლარით კი კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება გაიზრდება. დეპუტატი ლევან გელაძე დაინტერესდა თუ რატომ არ ახლდა ამ საკითხს მთავრობის დადგენილება, კონკრეტულად რომელ ობიექტებს შეეხება ეს თანხა. ლევან გელაძის მოსაზრებას დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მისი ეს განცხადება ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს შეადარა. ჩემი პრეტენზია იყო იმაზე მითითებული, რომ ის სარეაბილიტაციო ქუჩები, რომელიც უნდა შესრულებულიყო ამ ფონდის მიერ, დანარჩი არ იყო ნაჩვენები. უბრალოდ მოვითხოვე, რომ დანარჩი ყოფილიყო ეს ქუჩების ჩამონათვალი, მაგრამ მივიღე ის, რომ არ იყო საჭირო თითქოს და უბრალოდ მე არ ვიცი ახლა მართლაც ქარიშხალი ატეხეს ჭიქაში. მაგრამ ჩემი საფუძველი იმას ეყრდნობოდა, რომ ბევრჯერ მოხდა ესეთი ფაქტები, საკრებულოს გადაწყვეტილებები მერის და მერის სამსახურების მიერ ხშირად თვითნებურად იცვლება. ამის მაგალითები უამრავია და უბრალოდ ეჭვი გამიჩნდა იმის, რომ იქნებ კიდე არის იმის პრეცედენტი, რომ რამოდენიმე ქუჩა შეიცვალოს, ან მოაკლდეს, ან დაემატოს და ან საერთოდ შემდგომში იქნეს რეაბილიტირებული. ამ საკითხს მოყვა პოლემიკა. მე ვთვლი, რომ ეს იყო ასე ვთქვათ ხმაური არაფრის გამო, იმიტომ რომ ყველა დამეთანხმება ალბათ, როდესაც თანხა მოსდის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან, თუნდაც საბავშვო ბაღის, ერთ მაგალითს მოვიყვან, საბავშვო ბაღის გასარემონტებლად, დასასრულებლად და ექსპლუატაციაში მისაღებად, მე მგონი ამის შესახებ კითხვები არ უნდა გვიჩნდებოდეს, ან თუ გვიჩნდება, ესეთი კითხვები უნდა გვიჩნდებოდეს, რაც საქმეს წაადგებოდა. საკრებულოს ხტომაზე დეპუტატებმა IP ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე თანხმობა განაცხადეს. საბავშვო ბაღები დამოუკიდებელ IP-ებად ჩამოყალიბდებიან, აღნიშნული ცენტრი კი ამ ეტაპზე მათთან პარალელურად გააგრძელებს საქმიანობას. ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რაც არსებული ფილიალების, ბავშვთა ბაღების არსებული ფილიალების გარდაქმნას ეხება, ისინი ყალიბდებიან დამოუკიდებელ IP-ებად. აი ეს პროცესი დავიწყეთ, საკრებულოს აქვს ნორმატიული აქტები მისაღები, მან დადგენილებები უნდა მიიღოს და 1 აპრილამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გამოვაცხადეთ. არა, ეს პროცესი როგორც მუშაობდნენ, ისე ივლიან სამსახურში, მათ ეს არ ეხებათ ამ ეტაპზე, რადგან ჩვენ ვიწყებთ გარდაქმნას. ესე იგი, რაც იყო, ის დღის წესრიგი აღარ იქნება და იმუშავებენ ახლით, მაგრამ ეს მოხდება პარალელურ რეჟიმში, ანუ ვინმე სახლში დაჯდომა არ უწევს და არც საბავშვო ბაღების გაუქმებაზეა აქ საუბარი. გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის წარმომადგენელმა ქეთი გობრონიძემ დეპუტატებს პროექტის ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნო. გავავრცელეთ ინფორმაცია ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერას. შეხვედრას ესწრებოდა ბევრი ადამიანი და ვფიქრობ, სწორედ აქ იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მაქსიმალურად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რათა თითოეულმა ადამიანმა გაიგოს
გაიგოს, სამიზნე ბენეფიციარმა გაიგოს ამ პროგრამის შესახებ და შესაბამისად მიიღოს ის სიკეთეები, რომლებსაც ეს პროგრამა სთავაზობს მათ.